ჩემი დაბადების დღე გია, მაგრამ ახლა მე ისეთი ვინა ვარ ჩემი დაბადების დღე. აი მოვლენას რა ქვია რა, ესე იგი იმის სინდრომიო, ამის სინდრომიო, ჩემ ცოლის დაქალებში ვაფშე ისო რაღაც ნერვოზებზე რომ ამოვეღადაობა, მაგრამ უნგრული ნერვოზიო, ისო ფინეთის სინდრომიო, ავსტრიის სინდრომიო, რაღაცები რა, გრუზინული სინდრომია, რუსული სინდრომია, რა სინდრომთან აგვაქვს საქმე, ესე იგი მე ვერ ავხვდები და თუ იცით მომწერეთ რა, ესე იგი ხალხი გამოვიდა გარეთ პლაკატები უჭირავთ, დიდი მადლობა ბატონო ტრამპო. ზეიმობს თვითონ ვენესუელა და ვენესუელიდან წასული ხალხი ამ კოშმარს ვინც ვერ უძლებდა არგენტინაში, იმაში, მთელი აქითა ისა ვენესუელა და ვენესუელას ხალხი სადაც არის, ტირიან უკვე სიხარულისგან. აბოდებთ სიხარულისგან უკვე. აი, ცრემლებად იღურებიან ოღონდ სიხარულისგან რა. ხო და ესე იგი ჩვენი კოცები და რუსი კოცები ორივეს რომ მოგიტყათ დედის ტრაკი. ესო რა ეს ვენესუელელი ხალხიო ესე იგი და ეს რა მოხდა და ეს რა გააკეთა და რა გააკეთა ვენესუელ ხალხს ხელიც არ შეხლე ართით არ დაუყარებია იმათ ტერიტორიებისთვის ხელიც არ უხლია არც ერთი ეკლესია არ გადაუთეთრებია არც ერთი ადამიანი არ მოუკლავთ და ვენესუელას არავინ არ ედავება თქვენი დედავატირე რა გოთვერნები ხართო რუსეთის იმას მოусმინე რეებს ბაზრობენ ეხა მე კი არ მინდა რომ ეგრე მომხდარიყო, მაგრამ უბრალოდ მიშა არ მოგწონს, შევარნაძე არ მოგწონს, შენ პოლიტიკას ეწინააღმდეგება, მიშა დაიჭირე და შევარნაძე, რომ მოგვაგადეთ აფხაზეთიდან გამოვყარეთ ჩვენ და სამაჩაბლოდან და დღემდე ეგრე აგძელებთ და დღემდე ეგრე ტანჯავთ და ხოცავთ ნაციებს. ეგ არაფერი, კაცო, გამოლაგდნენ მაგათი პოლიტიკოსები და აი ამერიკა რას აკეთებსო? რას აკეთებს ამერიკა? ვენესუელაში ჯარი შეიყვანა, მიწები წაართვა თუ თავები დააცალა ხალხს და ფეხბურთი ითამაშა. წლები აფრთხილებენ მადუროს გაჩერდი. არ შეიძლება სეპარატიზმის აღიარება ეუბნებიან. არა დაბშო რა. მადურომაც დაისვენა ვენესუელის ხალხის გაბადრული და გახარებული დადის და არა ეგ ეგრე არა. ესე იგი თქვენ უფრო იცით ვენესუელ ხალხს რა უნდათ ვიდრე იმათმა. რა სინდრომი არის ესა ვერ ავხვდები. გრუზინული სინდრომია, ფინურია, ავსტრიულია, უნგრულია. თქვენი დებილი დედა მოთხარ მე. ის ხალხი გახარებულია და ქართველი და ქოცი რუსები, აუ ნახე რა ქნა. ერთ ნაბიჭვარ, ნაბოზვარ დიქტატორს, რომელიც აწამებდა ხალხს და ხო ამერიკის პოლიტიკის წინააღმდეგ მიდიოდა მოუტყნა დედის პროჭი გაუმარჯოს ტრამპს. რასაც გააფუჭებს, ისიც ათქვით, რასაც გააკეთებს, ისიც ათქვით. მორჩა და ეს რა სინდრომია ვერ ახვდები და თუ ვინმე მიცით მომწერეთ რა. მე ვიცი რა სინდრომიც არის, მაგრამ შეიძლება მე ვცდებოდე. მე ვიცი რომ ეგ არის რუსულ-გრუზინული სინდრომი. რუსკა-გრუზინსკის სინდრომ. კოცური სინდრომია რა. ხო და ეს მდინარაძეები და ვიღაცა ყლეები და სირები თავი რაღაც ადამიანება და კაცებად რო თვლით. თქვენთან ეს იგეგდეთ სადაც იყავით რა თქვენ საქმე არა ტრამპი აქ რას იზამს რა წაი თქვენ დედაც მოწყან მასხარა დედა მოწყან მე თქვენ მართლა ხო არ გონიათ რომ სახელმწიფო გაქვთ და რაღაცას აკეთებთ გამოთლილი ჩამოსხმული სირები და ყლეები ხართ სულ ყველა მათ კოცები რა ეს მთავრობაში აბა კარგად იყავით რა მოგიტყანთ გრუზინული სინდრომი და ამ ხალხს რაც უხარიათ
თქვენ მოასწავლით ხალხს რა უნდა გაუხარდეს რა აბა ჰე შეგეცით ხახაში კოცებო